აგერ მეორე აღდგომა ქართველი ხალხი, ჩვენი სულები და გულები ერთად ხვდებიან რუსთაველის პროსპექტზე ქაშვეთან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დარწმუნებული ვარ, მესამე აღდგომას შევხვდებით აი ამ დამპალი რეჟიმის გარეშე გამარჯვებულები, თავაწეულები და ყველა იმ სახათისაგან განკურნებულნი, რომელსაც ცდილობენ თავს მოგვახვიონ. ქართველი ერის, ჩვენი ხალხის გენეტიკური კოდია ბრძოლა, აღდგომა, განახლება, გაბრწყინება და შეუძლებელია ეს დღეს რამე შეცვალოს, მით უფრო როცა ვხედავთ, რომ ქრისტიანულ სამყაროში აი სადაც გინდა გაიხედო დღეს, არცად ხალხი თავისუფლებისათვის ასე არ იბრძვის და ასე ერთად არ დგას მომავლის დიდი მიზნებისათვის გაბრწყინებული და გაერთიანებული. ეს ხდება მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ თბილისში, მხოლოდ რუსთაველზე, ქაშვეთის წინ და რაც მთავარია, ვინც აქ არ არის, ისიც აქ არის ჩვენთან. მათი გულები, მათი მიზნები, მათი იდეები და მომავლისაკენ ხედვა წარმოადგენს იმ დიდ ოკეანეს, იმ დიდ მდინარებას, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გააჩერებს და ჩვენ ისევე მოვინელებთ ივანიშვილის ძირგამოპალ რეჟიმს, როგორც მოვინელეთ 1000 წლეულების მანძილზე ყველა გარე თუ შიდა დამპყრობელი. მათი ადგილი ისტორიის სანაგვეზია. ქართველი ხალხის ადგილი არის გამარჯვების, ვარსკვლავების, ამობრწყინების და წინსვლის მიმართულებით. ეს ასე მოხდება ახლაც. გილოცავთ, მრავალს დაესწარით, გამრავლებული, დალხენილნი, ბედნიერნი და გამარჯვებული.